შექმნეს ახალი რევოლუციური ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც მეტყველების დარღვევის მქონე ადამიანმა საუბარი შეძლო. პირდაპირ გეტყვით, UC Davis Health-ში განვითარებული ახალი BCI Brain Computer Interface ტვინის სიგნალებს მეტყველებად 97%-იანი სიზუსტით გარდაქმნის. ახლა გავიგეთ, რომ კვლევრებმა იგი ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის ALS-ის მქონე მამაკაც გადაუნერგეს, რომელსაც მეტყველება მძიმედ დაქვეითებული ჰქონდა. მას სასურველი სიტყვების სათქმელად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. ამგვარად, მარტივი მისახვედრია, რომ ახალი ტექნოლოგია კომუნიკაციის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებსაც არ შეუძლიათ საუბარი პარალიზების ან ზემოთ აღნიშნული მსგავსი ნევროლოგიური დარღვევების გამო. იგი ტვინის სიგნალების ინტერპრეტაციას გვთავაზობს ზუსტად მაშინ, როცა მომხმარებელი ცდილობს საუბარს, ტექსტად გარდაქმნის კომპიუტერის ეკრანზე, შემდგომ კი კომპიუტერი კითხულობს და ადამიანს ლაპარაკის საშუალებას აძლევს. ჩვენი BCI ტექნოლოგია პარალიზებულ კაცს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და მომლელებთან კომუნიკაციაში დაეხმარა. ეს ნაშრომი ყველაზე ზუსტ მეტყველების ნეიროპროთეზირების მოწყობილობას გვთავაზობს, რომელიც ოდესმე შექმნილა, ამბობს დევიდ ბრენდმენი, ნეიროქირურგი. სისტემის განვითარებაში გუნდს კეისი ჰერალი დაეხმარა, 45 წლის კაცი, ALS-ის დიაგნოზით. ბრაიან გეითის კლინიკურ კვლევაში ჩართვისას ჰერალს ხელებისა და ფეხების სიზუსტე ჰქონდა, სამედიცინო ტერმინით რომ გითხრათ, ტეტრაპარეზი. მისი მეტყველება კი დიზანტრიით ხასიათდებოდა. რთული იყო გასაგებად და მოითხოვდა ადამიანს, რომელიც ინტერპრეტაციას შეძლებდა. 2023 წლის ივლისში ამ კაცს BCI მოწყობილობა გადაუნერგეს, რაც 4 მიკროელექტროდის მოთავსებას გულისხმობს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც მეტყველების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. თითოეული კი იმისთვისაა შექმნილი, რომ ტვინის აქტივობა 256 ელექტროდიდან ჩაიწეროს. პირველი ცდისას სისტემას 20 წუთი დასჭირდა სიტყვების 99.6%-იანი სიზუსტით გადმოსაცემად, თანაც 50 სიტყვიანი ლექსიკონით. მეორე სესიაში კი ლექსიკონის სიტყვები 125,000-მდე გაიზარდა და 1,4 საათიანი მონაცემებით BCI 90.2%-იანი სიზუსტე აჩვენა, ხოლო რაც უფრო აგრძელებდა მონაცემების შეგროვებას, ეს მაჩვენებელიც მით უფრო უმჯობესდებოდა და ამასობაში 97.5%-ის მიღწეულია. ახლა ჩვენ შეგვიძლია რეალურ დროში 97%-იანი სიზუსტით შემოგთავაზოთ იმის დეკოდირება, რის თქმასაც კეისი ცდილობს. ეს კი ბევრად უკეთესია მრავალ კომერციულად ხელმისაწვდომ სმარტფონის აპლიკაციაზე, რომელიც ცდილობს ადამიანის ხმის ინტერპრეტაცია შემოგთავაზოს. ტექნოლოგია რევოლუციურია, რადგან აჩენს იმედს ადამიანებში, რომელთაც საუბარი არ შეუძლიათ, ამბობს ბრენდმენი.